მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობებს, რომ გამოწერილ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისცემს გაგაცნობით, მე ვარ კატო. და დღეს მინდა გავაკეთო გაშლა პირად ურთიერთობასთან მიმართებაში. და მოდით, უბრალოდ ნახოთ, ვინ მოვასასაუბროთ, რა სიტუაცია გაქვთ ურთიერთობაში და რას დაგველაპარაკება ხო ეს ადამიანი, მისი ფიქრები, გრძნობები, მოქმედებები. და რას ელოდება თქვენგან, ნახოთ. ნახოთ, აბა ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბრად. ადამიანი, რომელიც ახლა რატომღაც თავის პოზიციებს იცავს. ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ესეთი ხასიათებითაც ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს აქვს როიტყვენ ფეთქებადი ხასიათი და რატომღაც სულ თulis იმ მომენტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცაში არ იყოს მართალი, რატომღაც სულ თავის სიმართლეს ამტკიცებს. აი თითქოს ადამიანი სულ ცდილობს, რომ ყველა სიტუაციაში და ყველა მდგომარეობაში იყოს მართალი, ხო? რაღაცა ესეთი ადამიანი. და როგორი ადამიანი არის ეს? ხო, ემოციური სხვათა შორის, აი ვერ ვიტყვი იმასაც, რომ ახლა ნახეთ როგორი ემოციური რაღაცა ტალღას რო აყვება, თითქოს უცბად აინთება, თითქოს უცბად რაღაცა ცდილობს, რომ რატომღაც ისეთი ის მოდის, რომ ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ, ყველაფერს მარტივად უყურებს, რასაც ქვია ურთიერთობა. აი, ყველაფერს უართულებ, აი თითქოს რაღაც ესეთი ის მომდის მისი სიტყვები ხშირი იქნებოდა ესეთ მდგომარეობაში, აი ყველაფერს რატო უართულებ, ყველაფერი მარტივია, მოდი რა ცოტა სხვანაირად შეხედე ცხოვრებას, ხო, რაღაცა მსუბუქად უყურე ამ ყველაფერს, ხო? რაღაცა ესეთი მომენტი. ადამიანი ახლა ამ ეტაპზე, კიდევ ერთი მომენტი არის ის, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ დიდ გაკვეთილებს გადის, შეიძლება ითქვას, ხო, რაღაცა თავისი ხასიათებიდან გამომდინარე, ძალიან ესეთი რატომღაც ესეთი ის მაქვს, რომ ადამიანი რასაც თესავს, რასაც ამბობს, რასაც აკეთებს, აბსოლუტურად ყველაფერი პირდაპირ მნიშვნელობით უბრუნდება. ისე კი არა, რომ აი თქვათ რაღაცა სხვა სიტყვა, აი არა, კონკრეტულად პირდაპირ მდგომარეობით უბრუნდება, ხო? ცოტა ესეთი მომენტი არის. აქ შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ურთიერთობაც უბრალო შეხვედრა არ არის. აქ თქვენი ურთიერთობა უბრალოდ ნაცნობობა არ არის, რაღაცა შემთხვევითი ნაცნობობის მდგომარეობა არ არის. აქ თითქოს ადამიანები რაღაცა შეხვდნენ, არ ვიცი რატომღაც ესე მოდის, რომ აქ ადამიანები თითქოს იცნობდნენ ერთმანეთს, იყვნენ რაღაცა ურთიერთობაშიც, ვერ დასრულდა და ხელმეორედ მოხდა შეხვედრა, აი რაღაცა ეს მომენტი არის. კარგით, აბა ვნახოთ თქვენ ვიხართ, რამდენად რეზონირდება, რომ უფრო კარგად მივხვდეთ. თქვენ ვიხართ ახლა ამ ეტაპზე. თქვენი მაგის არკანი თამბუცანთ. თქვენ ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად შეგიძლიათ კომუნიკაცია, მაინც მაგის არკანით ხარ, ესე რომ ვთქვათ, კარგი ფსიქოლოგი ხართ, კარგად გაქვთ ინტუიცია, მარტივად შეგიძლიათ ადაპტაცია, თქვენი ენერგიები ხა ამჯერად. ხო, თქვენ ძალიან ესე
არ ვიცი რატომღაც ის მომენტი თონდის რომ აქ თითქოს ადამიანები იყვნენ რაღაცა ზეგავლენის ქვეშ და გამოდიხართ. მიუხედავად იმისა, რა ხარ მაგის არკანით უფრო მეტად შეიძლება წავიკითხოთ რომ რაღაცა და ისეთი, მაგრამ აქ ან კოლეგები ხართ, ვინც იცით რიტუალები. ან ადამიანები, რომლებმაც რაღაც კონკრეტული დაკვეთით გააკეთეთ რიტუალები და ეხლა აი ამ შედეგის მდგომარეობაში ხართ და აი იმ სიტუაციაში ხართ, როდესაც ნელა-ნელა იხსნებით, ნელა ცდილობთ გამოხვიდეთ და მუშაობის პროცესში არის. ეს შეიძლება უფრო მეტად მიმდინარეობდეს კიდევაც აქ ხაი მიმდინარეობს პროცესი, ხვდებით, აი დასრულებული არ არის აქ თითქოს. ჯერ კიდევ პროცესი არის, აი დასახური რიტუალები არის თითქოს აქ თქვენს ენერგიებში, რომელიც რაღაცა ტრანსფორმაციას განგაცდევინებთ, რაღაცა ცვლილებებს აკეთებს თქვენს ენერგიებში და თითქოს რაღაცნაირად გახსნა უნდა მოხდეს თქვენი მდგომარეობის ხო რაღაც მომენტში, მაგრამ აი არ ვიცი რატომღაც უფრო მაინც მოდით რა არის თქვენთან მიმართებაში ძალიან ისეთი ენერგია წამოვიდა. რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? სწორი ენერგია წამოვიდა. აქ მოდით ესე ვიტყვი, რომ ადამიანები, ვისაც არ გაქვთ ჩატარებული რიტუალები იმისთვის, რომ ეს ადამიანი თქვენთან მოვიდეს, თქვენთან დაბრუნდეს, თქვენთან კომუნიკაციაში იყოს და გამოვიდეს კონტაქტზე და რაღაცა დაარღვიოს სიჩუმე და მდგომარეობა, რაღაცა თქვენს ენერგიებთან არ გაქვთ ესე ვთქვათ, მიბმა გაკეთებული, გეტყვით, რომ თქვენი გაშლა არ არის. აქ არის ის გაშლა, როდესაც თქვენმა მხარემ გააკეთა კონკრეტულად, ქალბატონის მხარემ როგორც ასეთი, თუ მამაკაცის ვინც უყურებს, გააკეთა სპეციალურად რიტუალები, დაუკვეთა რიტუალები, რომელიც ელოდება შედეგებს და მიმდინარეობს ამ შედეგებით, როდესაც ადამიანი მოიყვანოს თავის ენერგიებში ხო, თავის მართლობაში, ესე ვიტყოდი. აქ თქვენ ცოტა ესე ვიტყოდი, ეს ძიმე ენერგიებია ჩამოკარგება, ეს არ არის მარტივი ენერგიები, ეს არ არის იული ენერგიები, რა ვიცი, ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, მაგრამ ესე გეტყვით, რომ ამ ენერგიებით ადამიანთან კომუნიკაცია კარგ შედეგზე წესით არ გადის და ნახოთ როგორ რა შედეგზე გავა აქ თქვენს ურთიერთობაში რა ხდება. ადამიანი არის პაუზაზე გასული, თქვენ ვცდილობთ ამ ადამიანის გამოყვანას, თითქოს აქ თქვენი მიზნები და პრინციპის ამბავი ეს მომენტი გვაქვს ჩართული, არ ვიცი ვისთვის არის ეს გაშლა, მაგრამ აქ არის თითქოს როგორი მომენტი, იცით რომ აი მე მაინც შევისრულებ ჩემს საწადელს და მაინც ისე იქნება როგორც მე მინდა. ну აი ეს რაღაცა მომენტი არის აქ აშკარად. კარგით, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? ეს ადამიანი ფიქრობს თქვენთან მიმართებაში იმას, რომ აქვს ემოციები, რომ თქვენ ძალიან ძლიერი ხართ, რომ თქვენ ძალიან საინტერესო ხართ, რომ თქვენ ძალიან კარგი ხართ, მაგრამ აი ამ ყველაფერთან ერთად რატომღაც ადამიანი უნდა ესე ვიტყოდი დასრულება ურთიერთობის, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ საინტერესო პიროვნება, ხართ საინტერესო
მეგობარი, კარგად შეგიძლიათ რაღაც არჩევის მიცემა, სწორი მიმართულებით დააყენოთ, აძლევთ კიდევაც ემოციებს. აქ რატომღაც ადამიანი მაინც ფიქრობს იმას, რომ ამ ყველაფრის მოტოვება უნდა უკან, ხო, აქ რაღაცა აქ დასრულების მომენტის სურვილი აქვს ადამიანს, აქ თითქოს ადამიანი წონის ადამიანს უნდა თავის დაცვა თქვენგან რაღაცა მომენტში ესე ვიტყოდი აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი ყველაფერს აკეთებს და იბრძვის იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მაინც თქვენთან მიმართებაში გქონდეს რატომღაც ზღუდი აღმართული, როგორც ჩანს. ნახეთ, აქ მიდის ბრძოლა, ესე გეტყვით, აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანზე გაკეთებული არის კიდევ ერთხელ ვთქვი მიბმა და ცდილობს ეს ადამიანი, რომ ამ მიბმას გაუწიოს წინააღმდეგობა, ესე რომ ვთქვათ. ცდილობს დაიხსნას თავი. კარგით, მისი გრძნობები თქვენს მიმართ, გრძნობები რა აქვს? აქ თუ ვინმე ესე ვიტყვი, რომ მეუღლემ გააკეთა თავის მეუღლესთან მიმართებაში, რომ არ წავიდეს სახლიდან, მეგობრებო, არ არის სწორი ქმედება, აშკარად აქ ეს სიტუაცია. გრძნობებთან მიმართებაში, რა გითხრათ გრძნობებთან მიმართებაში, ადამიანს უნდა წასვლა. აქ გრძნობებზე ვეღარ ვსაუბრობ, აქ უკვე რაღაც მომენტში დაიცალა ყველაფერი, აქ თითქოს ადამიანს უნდა რომ გაერიდოს და გაეცალოს არჩევანი გაკეთებული აქვს და გრძნობებთან მიმართებაში ვიტყვი, რომ აქ ცოტა რთულია. ფიქრებით წასვლა არის, გრძნობებით ფაქტიურად აღარ არის, ესე რომ ვთქვათ, აქ უკვე ადამიანს გადაწყვეტილი აქვს და სურვილი აქვს იმის, რომ ამ ყველაფრისგან განთავისუფლდეს, ამ ყველაფრისგან გავიდეს. თუ თქვენ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აკეთებთ რაიმეს, გირჩევდით, რომ ადამიანი განთავისუფლოთ ამ ყველაფრიდან. თქვენი გადაწყვეტია, ვისია გასვლა არ ვიცი და ვიზე რეზონირდება, მაგრამ აქ ძალიან მძიმე ენერგიები მომდის სამწუხაროდ. ესე ვიტყოდი. კარგით, რა ქმედება ექნება ამ ადამიანს თქვენს მიმართ? ქმედება განდეგილისაგან. ამ ადამიანს ნახეთ, არ უნდა ყველა კუთხით და ყველა სიტუაციით ადამიანი იძახის იმას, რომ უნდა რომ წავიდეს. კი, პერიოდულად ქმედება იქნება, ნახეთ რა გეტყვით, იქნება ის მომენტი, როდესაც ადამიანი გაგეცლება, როდესაც ადამიანი ჩაიკეტება, მე ისევ რაღაცა მოვა აზრზე, ან მოვა თქვენამდე რაღაც რა ძალებით ეგ უკვე გასაგებია, გაიხსნება თითქოს ყველაფერი, ისევ ჩაიკეტება, მე კვლავ იქნება ის მომენტი, როდესაც ადამიანი კვლავ გაიხსნება და ისევ მოვა თქვენამდე, ხო, ანუ აქ თქვენს ურთიერთობაში იქნება აქტიური ფაზა, მე ისევ დახურული ფაზა, აქტიური, აი ნახეთ, ესე ვიტყვი, რომ აქ ქმედების მდგომარეობაც, მიდი-მოდის მდგომარეობა იქნება, აქ იქნება მომენტი, როდესაც ადამიანს ეს ნეგატიური ზემოქმედება კარგად იმუშავებს და იქნება თქვენს გვერდით, როდესაც არ იმუშავებს, აღარ იქნება, ხო, რაღაც პერიოდულობით. ადამიანს ექნება ისე ვთქვათ, არაფხიზელი მდგომარეობა, როგორც კი არაფხიზელ მდგომარეობაში იქნება ის ყოველთვის გაგერიდებათ, როგორც კი ხიზლად იქნება, რა თქმა უნდა, იმუშავებს ეს ყველაფერი და თქვენს გვერდით იქნება, მე არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები ვისია ეს გაშლა, ძალიან ცუდად გქონხა თავს. იმედი მაქვს, რომ რაღაც უბრალოდ სხვა რაღაცა ენერგიები წავიკითხე ხა და ჩემი მსმენელი არ აკეთებს იმას, რასაც ახლა ვკითხულობ. ძალიან დიდი იმედი მექნება, იმიტომ რომ ეს კარგად არ დამთავრდება, ეს კარგი არ იქნება არანაირად, არც თქვენთვის და არც მისთვის.
კარგით, ამ ყველაფრის დასასრული რა არის და დავამთავრო, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვარ. რა არის ამ ყველაფრის დასასრული? ამ ყველაფრის დასასრული რა არის? მოდით გეტყვით, ამ ყველაფრის დასასრული იქნება ის, რაც იქნება. კი, რაღაც მომენტში გექნებათ იმის შეგრძნება, რომ ადამიანმა განაახლა თქვენთან ურთიერთობა და რაღაცნაირად კვლავ თავიდან იწყება თითქოს ყველაფერი, მაგრამ იცოდეთ, რომ ამას მოყვება აუცილებლად ისევ განგრევის მდგომარეობა და ამას მოყვება ისევ ის მომენტი, როდესაც ადამიანი გაქცევას მოინდომებს თქვენგან, აქ უბრალოდ კი თქვენს ეგოს დააკმაყოფილებთ, ესე ვიტყოდი, აქ ეგოს დააკმაყოფილების მომენტი უფრო მომდის, მაგრამ ესე გეტყვით, რასაც დასცეს იმას მოიმკით, ყვილად არ არის ნათქვამი და შესაბამისად საბოლოო ჯამში რა მომავალი აქვს ამ ურთიერთობას, ვიტყვი ეს არის დასრულება და ეს არის დასრულება. აქ ურთიერთობა ფიზიკურად გამორიცხული არის, ერთადერთი ის მომენტი არის კიდე რომ თქვენ ამ ქმედებისთვის დიდ საფასურს გადაიხდით სამყაროს წინაშე, ესე ვიტყოდი, მე პირადად არ ვიცი ვისია კიდევ ერთხელ ვიძახით გაშლა, იმედი მაქვს რომ არავისი თქვენი არ არის, ვინც ჩემი მსმენელი ხართ. ბოდიშ ვიხდი უნდა დავასრულო, იმიტომ რომ ძალიან მძიმე და რთული წასაკითხი ახლა აქ რასაც ვკითხულობ და ბოდიშ მოვითხო ამ ყველაფრისთვის.